თამარ ხვედელიძე, პროფესიით მევენახე მეღვინე. კი წამოვიდა ბევრი ქალი მეღვინე, მაგრამ მაინც არის რაღაც დონეზე უნდობლობა ქალების მიმართ. ესე ეჭვს თვალით რო უყურებთ და მეტი სანდოობა კარგი იქნებოდა. რო დაირახავენ ქალ მეღვინეს, არ შეეშინით ესეთი იმის, რომ თუნდაც ღვინო ექნება. ჯერ გავდის ინჯეც და მერე შეყვაფას. რაღაცა ისეთი მინდოდა მესწავლა, რაც იყო უცხო, იშვიათი. შემთხვევით მოვხდი, მაგრამ იმდენად შემიყვარდა. ორად-ორი ქვევრი გქონდა და მინის, ასე ვთქვათ, შტოფები და ამ ქვევრის დადუღების მერე ეს ყველაფერი გადაგქონდა მინის შტოფებში და ყოველთვის შეზღუდული ვიყავით ხოლმე რაოდენობაში, შეზღუდული ვიყავით ხოლმე, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ღვინო სრულ აკლდება, ის უნდა გადაივსოს ისეთ ჭურჭელში, რომელშიც ნაკლული არ იქნება. ამიტომ ეს სისტემები, რაც ახლა გვაქვს, არის იდეალური მაგისტრის. ამის ფუფუნება 2-3 წელია რაც გვაქვს და მანამდე წვალობდით ხოლმე. ნელ-ნელა ნაბიჯ უკვე ჩვენი წვალებით და ჩვენი შრომით მივედით აქამდე, რომ გვაქვს ეს შედეგი, რომ ცალკე მარანი გვაქვს 6 პატარა ქვევრით, რამდენიმე ცისტერნით და ეხლა ვახერხებთ, რომ მთელი ჩვენი ვენახი ჩვენ თვითონ გადავამუშავოთ. ორი შვილი მყავს, მესამე გზაშია და არის მართლა ძალიან რთული, იმიტომ რომ სახლიც ორსართულიანი დიდი სახლებია, როგორც წესი სოფლებში, პლუს ბაღვენახი, ხილები, კაკლები, ვაშლი, მსხალი, ალუჩა, ბოსტნეულიდან წელს უკვე ბევრი პომიდორი, კიტრი, ყაბაყი, მწვანილები და ასე შემდეგ. ესეც ცოტა რაღაცეები, ისე იმდენი, რომ ჩვენ ოჯახისთვის გქონდეს. აგვისტოს ბოლოს უკვე ნელ-ნელა დაიწყება ფუსფუსი, ყველაფრის მომზადება რთველისთვის. ჩვენ შერეული გვაქვს, როგორც რქაწითელი, ასევე ჟღია არის შერეული და მწვანე. ჟღია ერთ-ერთი იშვიათი ყურძნის ჯიშია, რომელიც ესე ძველ ვენახებშია ხოლმე, აქა-იქ შერეული, ამის ესე ერთიანი ვენახი არ არსებობს და ჩვენ ამ ჟღისგან ვაკეთებთ როზეს, შაშან ცოტა წითელით ვცადეთ. და პირველი ეს იწევა, ასე ვთქვათ, პირველი ეს წიფდება, ამიტომ ამ ჟღის დასაკრებად მე და ჩემი მეუღლე ცალკე ჩავდივართ ხოლმე, როგორც წესი ყოველთვის დილით ადრე, ან საღამოთ მწვანეების გამოკრეფა გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ცალკე მწვანეს ვაკეთებთ როგორც კლასიკურად და უკვე რქაწითელი, რაც ჩვენი ვენახის 70%-ია, იმას უკვე ხალხის დახმარებით ვკრებთ. ვქირავთ ხალხს და იქაც ანალოგიურად დილის 6 საათზე იწყებენ და დაახლოებით 12 საათზე ამთავრებენ კრეფას. ასე ვთქვათ, უფრო არ გავფართოვდებით, ტურისტი არ მოგემატება და უფრო მეტ ექსპორტიორს არ ვნახავთ და იმპორტიორს მანამდე საკუთარ თავს არ ჩენს, ასე ვთქვათ. და პარალელურად მეც მუშაობ, ჩემი მეუღლეც მუშაობს. პირველი ასოციაცია არაშიც გავწევრიანდი ქალმეღვინის ინდუსტრიაში. აი რაღაცა მაინტერესებს, უცებ ვის ვკითხო, მაშინ ვეღა ქალებო. და ყოველთვის არ არსებობს 20 ქალი, 30 ქალი და არ არსებობს ვიღაცამ რაღაცა არ იცოდეს, არ გირჩიოს, არ დაგეხმაროს და ეს საკმაოდ დიდი ძალაა. მცირე მარნის ღვინო უმეტესად ალბათ ჩემი აზრით უნდა გავიდეს დასავლეთში, იმიტომ რომ იქ არის ისეთი ქვეყნები და ისეთი რაოდენობები სჭირდებათ, რომელიც ხარისხში ეტიან ფულს.